რაზეც არაერთხელ გვისაუბრიან, მაგრამ ერთი მხრივ, როგორც ამბობენ, გამეორება ცოდნის დედაო და მეორე მხრივ კიდე შეიძლება აქ არიან ისეთი ბავშვები, რომლებიც პირველად მოისმენენ. შეიძლება სულაც პირველად არიან ზოგიერთი. არის ისეთი, ვინც დღეს პირველად არის? აი ეს ვაჟკაცი, აი პატარა ქალბატონი, შენ რა ქვია? ანაც პირველად არის, კიდე ვინ არის? აი ეს გოგონები პირველად არიან. შეიძლება სხვაგან კიდევაც მოусმენიათ, არც ეს არ არის გამორიცხული. იმიტომ რომ ხა რაღაც ისეც კი არ ვიტყვით, რაც არასოდეს არსად არ თქმულა. ეს ხშირად ბევრგან თქმულდა. გუშინ იყო, გუშინდელ დღეს, კვირა დღეს ეწოდება საშინელი სამსჯავროს ხსენება. საშინელი სამსჯავროს ხსენება ეწოდება. დიდი მარხვის მოსამზადებელ პერიოდში ვართ ახლა ჩვენ და დიდი მარხვა რომ სწორად დაიწყოს ადამიანმა, გარკვეული მომზადება ჭირდება ამისთვის. ახლა უყურეთ. ჩვენ ვიცით, რომ იესო ქრისტე არის ადამიანად მოსული ღმერთი. მომართალი იესო ქრისტე იშვა სად იშვა? ბეთლემში, ბეთლემთან ახლოს გამოქვაბულში. აი ესე უბრალოდ, ღარიბულად, სადაც ცხოველებს ღამეს ათევინებდნენ ხოლმე, იმ გამოქვაბულში იშვა სამყაროს შემოქმედი და სამყაროს მხსნელი. ცხოვრობდა ადამიანებთან ერთად. ადამიანებს ასწავლიდა გადარჩენის გზას, როგორ უნდა ეცხოვრათ სიწმინდით, როგორ უნდა ეცხოვრათ სიყვარულით, როგორ უნდა ეცხოვრათ თამდაბლობით, მორჩილებით და ასე შემდეგ, რომ მათ სული გადაერჩინათ. იმიტომ რომ ადამიანი მხოლოდ სხეულისაგან ხო არ შედგება, ადამიანი არის სხეული და უკვდავი სული. ეს უკვდავი სული ძალიან მნიშვნელოვანია, ეს უკვდავი სული აცოცხლებს ადამიანს. ადამიანებისათვის ჯვარს ეცა. საფლავად იქნა დადებული და მესამე დღეს მკვდრეთით აღსდგა. და აღდგომიდან მე-40 დღეს უფალი ზეცად ამაღლდა. და როდესაც ის ზეცად მაღლდებოდა, მას თავისი მოწაფეები უყურებდნენ, რომლებსაც ბოლო დარიგებები მისცა. და ზეცად მაღლდებოდა და ეს მოწაფეები უყურებენ ზეცად აღმავალ მაცხოვარს, იესო ქრისტეს. ამ დროს ორი ანგელოზი ადამიანების სახით მოვიდნენ ამ მოწაფეებთან და ეუბნებიან, რატომ უყურებთო მას ასე ზეცად აღმავალს, ისე როგორც ამაღლდაო ზეცადო, ისევე დაბრუნდებაო. და იმ დღიდან მოყოლებული პერიოდს ეწოდება, ესე იგი, ბოლო ჟამის პერიოდი. მეორედ მოსვლის წინა პერიოდი, იმიტომ რომ იმ დღიდან კაცმა არ იცის, როდის იქნება მეორედ მოსვლა. ეს პირველ საუკუნეში მოხდებოდა მე-15-ში თუ მე-20-ში თუ 21-ში, ეგ არავინ არ იცის. არც ანგელოზებმა არ იციან, უფალი ამას ამბობს და მით უმეტეს ადამიანმა რანაირად შეიძლება რომ იცოდეს. ამიტომ იქიდან მოყოლებული ადამიანები ელოდებიან უფლის მეორედ დაბრუნებას. ოღონდ პირველად მოსვლას კი არ ემგვანება მეორედ მოსვლა. პირველად მოსვლა ხო გახსოვთ როგორ იყო, გამოქვაბულში დაიბადა. მეორედ მოსვლა იქნება მთელი თავისი ბრწყინვალებით და სიდიადით. ანგელოზებთან ერთად დაბრუნდება და დაჯდება თავისი დიდების ტახტრევანზე და ყველა ადამიანი, ვისაც კი უცხოვრია, მის წინაშე წარდგება. მის წინაშე გამოცხადდება, მის წინაშე დადგება. და უფალი, ესე იგი, ამ მთელ კაცობრიობას ორ ნაწილად გაყოფს. Როგორც წყემსი გაყოფსო თავის ფარასო და აი ჩვენმა საყვარელმა ბარბარემ დაგვიხატა, ცხვრებს მარჯვნივ დააყენებსო და თხებს მარცხნივ, ასე უფალიც მთელ კაცობრიობას ესე ორ ნაწილად გაყოფს. აი ეს გამყოფი ხაზი ძალიან მნიშვნელოვანია. ქრისტე ორ ნაწილად გაყოფს. ეხლა ხო გავს რომ ერთი ცხარია და მეორე თხა. ხო არჩევთ რომელი. კარგია, ჩემ ნახატებს ვერ არჩევთ ხოლმე. დაი ბარბარემ რო დაგვიხატა, უკვე გასაგები. ეხლა რა ხდება? მოდი ჯერ ის ვთქვათ, რატომ შეადარა ადამიანები უფალმა ცხოველებს და მაინც ამ ცხოველებს.
აი რითი გამოარჩევდით, რა თვისებები? აი მოდი ანას ვკითხოთ. შენი აზრით, აი ცხარი და თხა, რა განსხვავებაა მათში, მათ ხასიათში რა განსხვავებაა? რას ფიქრობ? აი როგორია ცხარი დაახასიათე? ბეწვი აქვს, კი ბატონო, კიდევ? კიდევ რა შეიძლება რომ ვთქვათ, აბა მივეშველოთ, აბა ვაშკაცო, შენ რას გეტყვი? სითბო აქვს ცხარი. კი ბატონო, კიდევ? ნელ-ნელა მივალთ იქამდე, ბავშვებო, არ იჩქაროთ, არ ინერვიულოთ, აბა ვაშკაცს კითხოთ. გინდა შენ, გინდა მეორეს? ცხარი უფრო წყნარცხოველია და თხა კიდე რქებით მოხდება. კი ბატონო, აი ეს წყნარია, 7-ია, მოდი ესე დავწეროთ, ხო? 7. 7-ია, ეს როგორი შეიძლება იყოს? გამორთე და ჩართება. როგორია თხა? ჯიუტია, მოდი დავწეროთ. ეს არის ჯიუტი. ჯიუტი, ანუ სხვაგვარად რო ვთქვათ, ურჩი. ურჩი. და ცხარი როგორია? ცხარი არის მორჩილი. 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 მორჩილი, აჰა, დავწეროთ. ეხლა ესე იგი, ნახეთ, ადამიანები ხო არიან? არიან 7 ადამიანები. არიან მორჩილი ადამიანები. არიან ჯიუტი ადამიანები და ურჩი ადამიანები. ეხლა მაგალითად, ამ თხას, რაც არ უნდა მოინდომოს, ცხარი ვერ გახდება. იმიტომ რომ ღმერთმა ესე შექმნა, ბუნებით ესეთია, თხა არის და ის ცხარი ვერ გახდება, ამას ვერ მოსთხოვ რომ ცხარი გახდეს თხას, მაგრამ ადამიანი, რომლის ხასიათშიც არის სიჯიუტე და ურჩობა, ადამიანს შეუძლია რომ ეს მოიცილოს და 7 და მორჩილი გახდეს. ადამიანს ეს შეუძლია, იმიტომ რომ ღმერთმა ადამიანი აი ასეთი შექმნა, მორჩილი და 7 შექმნა. მერე გახდა ადამიანი ჯიუტი და ურჩი და ეხლა მაგალითად აი ბავშვი რო იბადება, თავზე ტალახი ხო არ უსვია? შეიძლება მერე წაიქცეს, წაესვას, ან თვითონ მოითხოვს, მაგრამ იმას შეუძლია პირი დაიბანოს და აღარ იყოს ეგეთი ტალახიანი. გესმით? ადამიანი აი ესეთი იბადება. აი ამ ტალახისაგან თავისუფალი იბადება. ეს ტალახია, ეს ჭუჭყი არ ვარგა ეს. სიჯიუტე და ურჩობა. და თუ მოახერხებს ადამიანი რომ აი ეს თვისებები მოიცილოს, ისიც ცხარი გახდება და აქეთ ხარეს დადგება. ეხლა ნახეთ რას ეუბნება მარჯვნივ მყოფ ადამიანებს უფალი. მოდით კურთხეულნო მამისა ჩემისანო, ანუ ჩემი ზეციერი მამის მიერ დალოცვილებო, ნაკურთხებო და დაიმკვიდრეთ თქვენთვის გამზადებული სასუფეველი. ნახეთ აი ამ სიტყვებს დააკვირდით, თქვენთვის გამზადებული. ისე რომ ადამიანებისათვის სასუფეველია გამზადებული. წენარაზეც ვამბობდით ტაძარში. სასუფეველი არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს არაფერი არ აწუხებს. არაფერი არ სტკივა, არაფერი არ ამწუხრებს, არ ასევდიანებს, დარდი არ იცის რა არის. არამედ არის მხოლოდ მარადიული სიხარული, დაუსრულებელი სიხარული. ეხლა მაგალითად თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ აი რაღაცა სიხარული გქონია ადამიანს და მერე უცბად წუხარებით შეცვლილა. ხო ყოფილა. აი რაღაცა სასიხარულო ამბავი გაქვს და უცბად მერე ცუდი ამბავი შეგემთ, ხო ყოფილა. ანუ ის სიხარული მუდმივი არ არის. ამ წუთის სოფელში რომ სიხარული გვაქვს, ეს მუდმივი არ არის. მაგრამ პირიქითაც ხო ყოფილა. უცბად დაუშვათ აი სამწუხარო მოვლენები სასიხარულოდ შეცვლილა. ხო ესეც ყოფილა. არც ესე იგი მწუხარება არ არის მუდმივი. მაგრამ სასუფეველი და ჯოჯოხეთი ეს მარადიული სიხარულია და ეს მარადიული მწუხარება. ჯოჯოხეთში არასოდეს სიხარული არ იქნება. არასოდეს იმედი არ იქნება კიდე. ნახეთ, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს შეიძლება კაცს რამე უჭირდეს, მაგრამ ხო გახსოვთ, აი როგორ ვამბობთ ხოლმე, რაღაცა იქნება. გამოსავალი იქნება, შეიცვლება, დადგება სიხარულის დრო და მართლაც ეგრეა, მუდმივი არაფერი არ არის. სიხარულშიც მუდმივი არაფერი არა, ისიც იცვლება. მაგრამ აი აქ არასოდეს სიხარული მწუხარებით არ შეიცვლება. ეხლა უყურეთ. აი ამათ ეუბნება, მოდით ჩემთან და დაიმკვიდრეთ თქვენთვის გამზადებული სასუფეველი, რადგან
შიოდა და მაჭამეთო. წყუროდა და დამალევინეთო. შიშველი ვიყავი და შემოსეთო. უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ. საპყრობილეში ვიყავი, საავადმყოფოში ვიყავი და მოხვედით ჩემს სანახავად. გაუკვირდებათ ამ ადამიანებს. წარმოიდგინეთ, რამდენი მილიარდი ადამიანი დგას მარჯვენა მხარეს. გაუკვირდებათ, რომ ესე იგი, როდის გნახეთ უფალო შენ ასეთ მდგომარეობაში და როდის დაგეხმარეთ. და უფალი ეტყვის, რომ რაც გაუკეთეთ თითოეულ ადამიანს, ის მე გამიკეთეთ. ეხლა მაგალითად, აი შეიძლება ამ საყვარელ გოგონას მეზობელი ყავს ისეთი, რომელსაც თვითონ არ შეუძლია, რომ მაღაზიაში წავიდეს, პური მოიტანოს, გაეგზავნება მოუტანს. ვიღაცას გაიგებს, რომ წამალი არ აქვს. მივა და იმასაც მიუტანს. ოღონდ კი არ იყვირებს, არ იქა ხალხო წამალი მიმაგო. ჩუმად მიუტანს, იმის გამო მიუტანს, რომ ის მოხუცებებო ანუ გეშოს. იმის გამო კი არა, რომ ხალხმა მას ტაში დაუკრა. შენ რა ქვია? ელენი. ან მაგალითად, აი სკოლაში სიტყვაზე შენ რა ქვია? თეკლამ გაიარა დერეფანში და ნახა, რომ პირველ კლასელი ბავშვი წაქცეულა და ტირის რაღაცა იტკინა. ესე გულგრილად კი არ ჩაულის გვერდით. მივა წამოაყენებს, მოეფერება, ცრემს მოწმენს და შეეკითხება, აბა რამე ხო არ აქ ტკივა, გაამხნევებს. გესმით? და აი ესეთი პატარ-პატარა შემთხვევებით ხდება ის, რომ ადამიანი უფალს ნახულობს. და ის სინამდვილეში უფალი გეტყვის, რომ მე ვიყავი ის შენ რო წამომაყენე დერეფანში, მე ვიყავი ის მოხუცებებო შენ რო პური და წამალი მოგქონდა. მე ვიყავი ის საპატიმროში რო ვიყავი და შენ რო მოხვედი და რაღაცით რომ მანუგეში ამანათი შემომიგზავნე თუ სხვა. ის მე ვიყავი, ყველა შემთხვევაზე ამას გეტყვის, გესმის და მარცხენა მხარეს ყოფებს ეტყვის. თქვენო წადითო ეშმაკისთვის გამზადებულ სატანჯველშიო. იმათ რა უთხრა ვისთვის არის გამზადებულიო? თქვენთვისო, ანუ ადამიანებისთვის. ესე იგი სატანჯველი ადამიანისთვის არ არის გამზადებული. ადამიანის სიხარულისთვის გააჩინა ღმერთმა. და სატანჯველი ეშმაკისთვის არისო. და თქვენ წადითო აი ამ მარცხენით ყოფებს ეტყვის მისთვის გამზადებულ სატანჯველშიო და მათაც იგივე რამეს ეტყვის. რადგანო შიოდაო და არ მაჭამეთ. შიშველი ვიყავი და არ შემოსეთ. წყუროდა და არ დამალევინეთ. უცხო ვიყავი და არ შემიწყნარეთ. საპყრობილეში, საავადმყოფოში არ მომინახულეთ. ეხლა ესენი შეეკითხებიან, უფალო, ჩვენ როდის გნახეთ ასეთ მდგომარეობაში და ზურგი გაგციეთ, არ დაგეხმარეთ. უფალი ეტყვის, რაც არ გაუკეთეთ თითოეულ ადამიანს, ის მე არ გამიკეთეთ. ეხლა აი წარმოიდგინე, რამდენი ადამიანი შეიძლება გაგახსენდეს, როცა ღვთის წინაშე წარდგები და უფალი ამას რო გეუბნება, აი ჯარი წერია თითოეულ ჩვენთაგანს, რომ ეს სიტყვები მოისმინოს. ეს იქნება მარადიული დაღუპვის დასაწყისი. ამ სიტყვების მოსმენა. შეიძლება აი რამდენი ადამიანი გაგახსენდეს. იქ ხო შემეძლო რომ დავხმარებოდი, რატო უთხარი რომ არ მაქვს? იქ ხო უთხარი და შემეძლო დავხმარებოდი, რატო უთხარი არ შემიძლია, ან დრო არ მაქვს, ან დაგენანა, ან რაღაცა მოხდა. ვინ იცის კაც რამდენი ესეთი ადამიანი გაახსენდება. ამიტომ სანამ ეს მოხდება, ეს ხო ჩვენ წინასწარ ვიცით რომ უფალი რას მოგკითხავს იქ. ამიტომ ამ წუთის სოფელში აი ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა დააკვირდეს კაცი უფალი სად შეგხვდება. ვისი სახით შეგხვდება უფალი, ძალიან მნიშვნელოვანია. ვიღაცა ვისაც შენი დახმარება უნდა, აი მაგალითად ნათქვამი რომ უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ. შეიძლება სადღაც დაინახო ადამიანი, გზა აქვს დაბნეული, არ იცის სადღაც მიდის და ვერ აგნებს. შეიძლება იფიქრო, არა უშავ მიაგნებს. მაგრამ თუ დროს გამონახავ და მას დააკვალიანებ, ჩასავ იმ ტრანსპორტში, რომელიც იქ მიდის მას რომ უნდა, ეგ ნიშნავს, რომ შენ ის უცხო ადამიანი შეიწყნარე და უფალი ამას გეტყვის, რომ მე ვიყავი ის. გესმით აი რაზეა ლაპარაკი, შენ რა იმას დააკვალიანებ და თავის ადგილზე გაგზავნე, ესე იგი, რო არ უგულებელყო. შეიძლება ის მანამდე არც გინახია და იმის მერეც საერთოდ ვეღარასოდეს ვეღარ ნახო. მაგრამ შენ რო აი ამას სიყვარულით გააკეთებ, ეგ არის მთავარი. ანუ ნახეთ რაზეა ლაპარაკი. სიყვარულის საქმეებს მოგკითხავს ადამიანს ღმერთი. როგორ გილოცია, როგორ გითქვამს ახსარება, როგორ ზიარებულ ხარ, მარხვა როგორ შეგინახია, ყველაფრის შედეგი იმაში ჩანს, შენ როგორ გიყვარს ადამიანი. თუ ადამიანი არ გიყვარს,
მაშინ იმარხვას და ლოცვას და ყველაფერი დანარჩენს უკვე აზრი ეკარგებ, იმიტომ რომ შედეგი ეს არის. აი, სოფელში რო გაივლი მაგალითად ახლა და რომ ნახავ რომ ხეები არის დავუშვათ ვაშლით დახუნძლული ხეებია, კარგი დიდი ვაშლები ასხი, ან ყურძენია ესეთი კარგი მტევნებია. შენ იმ შედეგში ხო ხედავ როგორ უშრომია იმ ვენახის პატრონს, იმ ბაღის პატრონს, როგორ უშრომია ხო ხედავ. შენ არ დაგინახავს ის როგორ უბარავდა ძირებს, როგორ შეწამლა, როგორ გასკლა, როგორ გაფხიკა ხეები, არ დაგინახია. მაგრამ შედეგში უკვე ჩანს როგორ უშრომია იმ კაცს ხომარცალი. აი ამ შედეგში ჩანს და თუ დაინახავ ადამიანს რომ მეორე ადამიანი უყვარს, მეორე ადამიანს პატიოს, მეორე ადამიანს გაითვალისწინებს, ესე იგი შენ ამით იგებ რომ როგორ ულოცია მას, როგორ უმარხულია, როგორ უთქვამს ახსარება, როგორ ზიარებულა და ასე შემდეგ. რისთვის დადიოდა ტაძარში, რისთვის ცხოვრობდა ეკლესიურად. აი ამ შედეგში ჩანს. თან ახლა მოდით ერთ რამესაც მივაქციოთ ყურადღება. უფალი ჩვენ კი არ გვეუბნება რომ მიდი და ავადმყოფი გამოაჯამრთელა. ანუ რაც არ შეგიძლია იმას კი არ გეუბნება. არამედ მიდი და ინახულე. მოეფერე, გაამხნევე, ანუ გეშე. მაგას გეუბნება. რაც შეგიძლია. კი არ გეუბნება. მაგალითად ახლა აი რაღაცა ის დაუკალი, მოზერი დაუკალი და ამითი გაუმასპინძლდი. პური შეაჭამე რომ დაპურდეს. წყალი დაალევინე. ერთი შემთხვევა იყო ასეთი. ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც უფალმა უთხრა, რომ შენთან უნდა მოვიდეო, მთელი დღე ემზადება, საკვებს ამზადებს, ახსალაგებს, რომ უფალი უნდა მოვიდეს. და ამ დროს ერთი მოხუცი კაცი მოვიდა ღვთისგულისათვის, იქნება მაჭამო თუ რამე. და ამან უთხრა, მე უფალს ველოდებიო, შენთვის არცალიაო და გაისტუმრა ეს. ონუ გეშოთ გაისტუმრა. მე კიდე მოვიდა შუადღისთაც მოვიდა. კიდე გაუშვა. მესამეთიც მოვიდა და არც მესამეთი დააპურა იმ მიზეზით, რომ არ ეცალა მისთვის უფალს ელოდებოდა. და საღამოს უფალს საყვედურობს, რომ გელოდებოდიო, ყველაფერი გავამზადეო და რატო არ მოხვედიო და უფალმა უთხრა, მე შენთან სამჯერ მოვედიო და სამჯერვე გამომაბრუნეო და მე შენთან არასოდეს აღარ მოვალ. წარმოიდგინე, აი რამ ძიმე სიტყვებია, რომ უფალი გეტყვის, არასოდეს არ მოვალ. მაგრამ ის პატერი კითხო გახსოვთ, პატარა ბიჭთან რომ მივიდა რა, მასთანაც ხო სამჯერ მივიდა და მან სამჯერვე მიიღო. და აი ამ ბავშვის გულში განუსაზღვრელი სიხარული იყო. იმ მომენტში შეიძლება ძნელია რომ მიეხმარო, 1000 აზრი და ფიქრი მოგდის, ესე რო იყოს, ისე რო იყოს. მაგრამ შენ თუ ამას გადალახავ და მიეხმარები, გულში ძალიან დიდი სიხარული მოსდის. მოდი ამ იმაზე თან მზად მაქვს და ვნახოთ ეს და მერე გავაგრძელებთ. შუქი შეგიძლიათ რომ ჩააქროთ. მაცხოვარი მოვა. აი ნახავ, მართლა მოვა. მან თვითონ მითხრა სიზმარში. მამიკო, პატარა ბიჭს სემენ ეზოში, მალე უშველოთ. მამიკო, ფეხსაცმელი სულ დახეული აქვს. ჩემი ბაჭუკო, მე ხომ სხვაც მაქვს.
კარგი შვილო. კეთილო ადამიანი, ხვალ შობის დღესასწაულია. 3 დღე არაფერი მიჭამე. ქრისტეს გულისთვის მაჭამეთ. შემოდი ჩვენთან ბაბუა. გაგახაროს ერთმანში. პატარა ვორთან ერთად დგას ამ სიცივეში. მამიკო, სად წავლენ ისინი ამ ყინვაში? დარჩნენ ღამე ჩვენთან. კარგი შვილო, დარჩნენ. ჩემო საყვარელო შვილო, იყავი ბედნიერი მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში. უფალო, მე კი შემთხვევით გელოდებოდი. მე შენთან სამჯერ მოვედი, ჩემო საყვარელო. შენ მე სამჯერ მიმიღე და ისე კარგად მემიღე. უფალო, არ ვიცოდი და როდის მოხვედი. აი არ იცოდი და მაინც მიმიღე. პირველად შენ ის ბიჭი კი არ გადაარჩინე, არამედ მე გადამარჩინე. როგორც მე მივიღე მაშინ ბოროტი ადამიანებისგან ჭრილობები, ასევე ამ ბავშვმა მიიღო. მადლობა ჩემო საყვარელო. უფალო, და მეორედ როდის მოხვედი? მე სულ ფანჯარაში ვიცქეროდი. და მეორედ არა ღადაკი, არამედ მე მოვედი თქვენთან. შენ მამასთან ერთად გამხმარ კურსს ჭამდი. მე კი სადღესასწაულო ნამსხვრევი მიმართვით. და მე სამედ ხო მაინც გიცნობდი. და მესამედ მე ჩემ დედასთან ერთად თქვენთან ღამე გავატარე. ეს როგორ? ოდესღაც დედა ჩემთან ერთად მოგვიწია მეფე იროდისგან გაქცევა ეგვიპტეში. შენ მე და დედა ჩემი ხესთან ვიპოვე როგორც ეგვიპტის უდაბნოში და თავი შეგვაფარებინე თქვენ სახლში. იყავი ბედნიერი საუკუნოდ, ჩემო საყვარელო. ერთმა ბავშვმა თუ ეგ იყო, ჯერ თქვენ ეგრე გააკეთეთ და მერე კიდე მოვამატეთ. ჯერაც მაგ ნახეთ, ეგ გააკეთეთ, ისე როგორც მაგ ბავშვმა. მერე მივამატოთ. ეხლა რა მაინტერესებს? მოდი, რადგან შენ მოგარჩიეთ თავიდანვე, მოდი. ეხლა შენ წარმოიდგინე, რომ აქ ეხლა შენთვის ბევრი უცხო ადამიანია, ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ წარმოიდგინე, რომ აქ შენი თანაკლასელები არიან, მეგობრები არიან, ყველა ვინც შენ გიყვარს და ეხლა შენზეა დამოკიდებული
ესენი უნდა გაყო. ჩვენ ხო ვისაუბრეთ, რომ აქეთ მარადიული სიხარული, აქეთ მარადიული სატანჯველი და რო გითხარო, აბა გაყავე, როგორ გაყოფო, რამდენს დააყენებ იქით, რამდენს აქეთ, რა სიზავთ? ანუ გავათანაბრები მაგალითად 100 ქონდათ ეს მაგალითად. აი მაგალითად დედმამიშვილები გყავს? რამდენი? 2 და ერთ იქით დააყენებდი რომ მარადიული სიხარული ქონოდა და ერთ აქეთ მარადიული სატანჯველი? აბა რა სიზავთ? ორივეს ერთად დააყენებდი და ხოდა მაგას ანუ ვერ გაიმედებ აქ ხარისთვის ვერავის ხომ მართლა ხოდა უფალმა როგორ გაიმეტა? ანუ ისინი თულად მოიქცნენ და მაგის ხოდა ნახეთ რისი თქმა მინდა უფალმა კი არ გაიმეტა ესე თვითონ ირჩევს ადამიანი აი აქ დგას ადამიანი არჩევანის ზღვარზე დგას აქეთ წავიდეს თუ აქეთ წავიდეს ეხლა მე რო თქვი რომ მოხუცბებოსთან წამალი მიგაქმეთქი რომ გაიგერო წამალი უნდა განა შენ არ იღებ გადაწყვეტილებას მიიტანო თუ არ მიიტანო ხო შენ იღებ ანუ შენ თვითონ აყენებ შენს თავს ან მარჯვნივ ან მარცხნივ ეხლა მაგალითად შენ პატარა დედმამიშვილები ყავს ერთი უფროსია და მეორე ჩემშია აი მაგალითად სიტყვაზე ეხლა ხო ძალიან ცივა და დედამ ყველას მოგიტანეთ ქუდები რომ დაგეფარებინოთ სიცივეში გასულიყავით და რომელიმე თქვენგანს რომ არ გაეთვალისწინებინა და უქუდოთ რომ გასულიყო რომ გაციებულიყო დედა დააშავებდა ამ შემთხვევაში ანუ დედამ ისაქნა რომ ერთი ავად გამختارიყო და მეორე არა დედამ ხო სამივეს მოგიტანათ ხუდი სამივეს გითხრათ რომ შვილო ჯერ დაიფარე და მერე გადი ხო მართლა უფალიც ეგრე ეუბნება ყველას ეუბნება რომ მოწყალე იყავ მშიერი დააპურე შიშველი შემოსე და უშად საპურბილეში მოინახე ყველას ეუბნება ყველას არიგებს რომ სიწმინდით იცხოვრე მაგრამ ვინც არ უჯერებს მაგ შემთხვევაში უფალი არ განარჩევს თვითონ ადამიანი ირჩევს თავის ცხოვრების გზას ანუ საკუთარი მარადიული ხვედრის თანაშემოქმედი უფალთან ერთად არის ადამიანი შენ ირჩევ გესმის და მაგრამ აი არჩევანის ზღვარზე რო დგები ძალიან მნიშვნელოვანია ის წამი როდესაც შენ გადაწყვეტილებას იღებ ცხოვრებაში უამრავჯერ დავდგები ჩვენ არჩევანის წინაშე სიკეთე აირჩიო თუ ბოროტება აირჩიო უამრავჯერ დადგები ხშირად ადამიანმა იცის რა არის სიკეთე და იცის რა არის ბოროტება მაგრამ სიკეთის არჩევა ადვილი არ არის იმიტომ რომ სიკეთის არჩევა რაღაცაი თავგანწირვასაც უკავშირდება შენ შეიძლება იცი რომ მისი დახმარება კარგია მაგრამ ძალიან რთულად გეჩვენება ეს მიდა შენს თავს უნდა გადააბიჯო და მაგ შემთხვევაში გამოვა ესე რომ აი მე ყველას გისურვებთ დავძანთ მე ყველას გისურვებთ რომ იმ არჩევანის წინაშე რო დადგებით ესე იგი მერც შეევედროთ რომ სწორი არჩევანი გაგაკეთებინოთ და თუ მაინც სადღაც შეცდომა მოხდა იქ სინანულია საჭირო თავის მართლება არ უშველს ახლა მაგალითად ეხლა რომ კვირა მოვა ეხლა ამ ორი კვირისას იმიტომ ვამბობ რომ წინა ორშაბათი ჩვენ რაღაცნაირად გაგვიცდა აქ საშლელი გქონდა რაღაცა უხსოვარ დროს აღარ არის 700 რაღაცა წელს გქონდა აქ საშლელი ხო არ გახსოვთ აი ელენეს ახსოვს ციფრიკას ახსოვს მოკლედ ამის შემდეგ რომ კვირა დადგება კარგი აღარ დავხატავ თუმცა რო დამეხატა ჯობდა ვერა რამე რომ მოუსვოთ ადამის და ევას 64-დან განდევნის კვირა მოდის ახლა კვირა დღეს და მერე უკვე მარხვა იწყება და ამ დღეს თან ეწოდება მიტევების კვირა შენდობის კვირა ეწოდება მიტევების კვირა ეწოდება თქვენ იცით რომ 64-ში იყო ორი ხე ორ ხეზე არის აქცენტი გაკეთებული ერთი იყო ხე ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა მეორე იყო ხე სიცოცხლის ამ სიცოცხლის ხისგან უნდა ეჭამათ
და კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხისგან არ უნდა ეჭამათ. აი, ეხლა მე შეიძლება არ გამომივიდეს ისეთი ხე, როგორც ბარბარემ ბატკანი დახატა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხე როა და ბატკანი რო არ არის, მაგას კი გაარჩევთ. ხო გაარჩევთ. აქეთ კიდე ხე როა და თხა რო არ არის, ხო გაარჩევთ. თავარიც ეგ არის ახლა, თავარია გაარჩიოთ, რაზეა ლაპარაკი. ეს იყოს დაუშვათ ხე. სიცოცხლისა, რადგან ცხარი აქეთ ეყნატა და ესეც მარჯვენა მხარეა, აქეთ ხე სიცოცხლისა დავაკრ. ეს არის კეთილისა და ბოროტის შეცნობისა. ამ ხისგან უნდა ეჭამათ, ამ ხისგან არ უნდა ეჭამათ. ამ ხისგან ჭამა სიმბოლურად დღეს იმას განასახიერებს, რომ ადამიანი ეზიარება. ქრისტეს უხსნელ სისხლსა და ხორცს რომ ეზიარება ადამიანი, მასში შედის უკვდავება. უფალი ამბობს, რომ ვინც ამას ეზიარებაო, მასში არის სიცოცხლე. ამ ხისაგან თავის შეკავება დღეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მარხვა შეინახავს, რაღაცისაგან თავს შეიკავებს. მოხდა ისე, რომ ადამმა და ევამ შესწოდეს, მიიღეს აკრძალული ხილი. შემდეგ რა მოხდა? რა მოხდა ვაშკარც? აბა მოგვიყევით ერთი. რა მოხდა? არა, ნახევარი. ანუ როდესაც ადამიანმა და ევამ შეჭამეს ცნობადი ხის ნაყოფი, მაშინ დაინახეს, რომ შიშლები იყვნენ და დაიმალნენ. ამ დროს უფალი მოვიდა მათთან სასაუბრად. ჯერ დაუძახა ადამს. პირველ დაძახებაზე ადამიანმა ხმა არ გასცა. მაგრამ რატო იმალებოდა ადამი? მეორეც რომ დაუძახა, უკვე ანუ ხმა გასცა და უფალმა ჰკითხა, რატომ დაიმალეო? იმიტომ რომ შვილი ვარ და შემეშინდაო. შემდეგ უფალმა უთხრა, ანუ რომ არ გეჭამა იმ ხის ნაყოფი, რომელიც აქ იგრძალეთო, ხო ვერ დაინახავდით ეხლაო მაგასო. შემდეგ მათ ავსამში 60 აჩუქა და 60 შებაღისონ გააძევა და იქ დაცვად 60 ანგელოზი დააყენა. შენ გენაცვალ. ანუ ესე იგი ნამდვილად იმსახურებს ჩვენი მეგობარი მხურვალი აპლოდისმენტებს. სახელი გამახსენე? თომა? თომები მაგრები ხარ. თომა. ესე იგი ადამმა და ევამ შეჭამეს აკრძალული ხილი და აღმოაჩინეს, რომ მადლის სამოსელი განეძარცვა და აღმოაჩინეს, რომ არიან შიშვლები. სულიერად განშიშვა, ის მადლის სამოსელი პირველი განეძარცვა. რა უნდა ექნა ადამს და ევას, რომ კვლავ დარჩენილიყვნენ 60-ში. ელენე, რა უნდა ექნათ? ელენე და ბარბარე, აბა მიდით ახლოს. რა უნდა ექნა ელენე? უნდა მოენანიებინ. ანუ ნახეთ ახლა რაზეა ლაპარაკი. ჩვენ როდესაც მარხვას ვიწყებთ, ერთი ის, რომ ადამიანს სინანული უნდა ჰქონდეს. სინანულის გარეშე მარხვა აბა რა იქნება? თუ არ ნანობ შენ წოდებს, მარტო საჭმელს არ ჭამდა, არ ნანობ იმას, რომ გუშინ ვიღაცა გაანაწყებ. აბა რა აზრი აქვს ხომართან? თუ სიკეთეს არ აკეთებ, ანუ მარჯვენა მხარეს არ დგები, მაშინ რა აზრი აქვს იმ მარხვასა რა? ისე რომ შენ თუ გინდა რომ სწორად შეინახო მარხვა, უნდა სიკეთეც აკეთო, უნდა ნანობდე შენ წოდებს, უნდა ამას თამდაბლობით აკეთებდე, როგორც მეზვერე. გახსოვთ ფარისეველი რას ამბობდა? გმადლობ ღმერთო, რომ არა ვარ სხვა ადამიანები ვით მტაცებელი ცრუ და მემრუში, ამდენს მარხულობ, ამდენს ლოცულობ, ამდენს წირავ. ეგეთი არ უნდა ღმერთს. რასაც აკეთებს, სიკეთებს, თანდაბლობით უნდა აკეთო და გახსოვდეს, რომ ღმერთის გარეშე არანაირი სიკეთე არ იქნებოდა.
და ესე იგი და უნდა ადამიანებს პატიობდეთ ცოდვებს. ეხლა ჩვენ ხო გვაქვს ერთმანეთთან აი დავუშვათ მოხდება რომ ერთი ადამიანი მეორეს რაღაცას აწყენინებს, რაღაცა არის სიამოვნება. თუ ადამიანი არ პატიობს, მაშინ მის მარხვას აზრი არ აქვს. ამიტომაც იმ ბოლო დღეს სანამ მარხვა დაიწყება, შენდობის კვირა ჰქვია. რომ ჩვენ ერთმანეთს შენდობა უნდა ვთხოვოთ და უნდა ვაპატიოთ. მოხდა ესეთი რაღაც. ერთ-ერთ მონასტერში, ნამდვილი ამბავი. მონასტერში ბერები ცხოვრობენ განმარტოებით. და იქ იყო ორი ისეთი ბერი, რომელსაც ერთმანეთი აი ძალიან უყვარდა, ძმებივით იყვნენ, უერთმანეთოთ რო ვერ ძლებდნენ. მოხდა ისე რომ ეშმაკმა მოახერხა მათი გადაკიდება. რაღაცის გამო შეიძლება დიდი არაფერი არც მოხდარა, მაგრამ წვრილმანებისგანაც შეუძლია ეშმაკს რაღაცა უბედურება შექმნას. იმდენად გადაემტერნენ ერთმანეთს, რომ ერთად ვეღარ ძლებდნენ. აი დაუშვათ ერთი რო იყო ტაძარში და მეორე შედიოდა, ეს პირველი გადიოდა იქიდან. მოხდა ისე რომ ერთ-ერთი ძმა დასნეულდა, სასიკვდილო სარეცელზე იწვა, უკვე საცა გარდაიცვლებოდა. და საერთოდ მონასტერში ესეთი წესია, რომ ყოველ საღამოს სერობის შემდეგ ერთმანეთს შენდობას თხოვენ და ასე მიდიან დასაძინებლად. და მით უმეტეს ახლა გარდაცვალების წინ შენდობა უნდოდა რომ ეთხოვა ყველასთვის და წინა მსგავს თხოვა რომ დაუძახეო ყველა ძმებს, რომ იქნება დაუძახო, რომ ყველა შენდობა თხოვო და იმ ძმასაც დაუძახეთო, ვისთანაც მე ესეთი უსიამოვნება მაქვს. ეს სასიკვდილო სარეცელზე წევს, იციან რომ ცოტა ხანში გარდაიცვლება, იმდენად მძიმედ არის ავად. რომ მოვიდნენ ყველა და ყველასგან შენდობა ითხოვა და ყველა მაპატია, იმ ძმამ თქვა, ვინც განაწყენებული იყო. უკუნისამდე არ ვაპატიებ. არასოდეს არ ვაპატიებ. და მოხდა საოცარი რაღაც. იმ წუთშივე გარდაიცვალა. ის ვინც ჯანმრთელი იყო და თქვა არასოდეს არ ვაპატიებ, იმ წუთშივე გარდაიცვალა. და ის ვინც ცნეული იყო, გამოჯანმრთელებული წამოდგა ფეხზე. ყველას უკვირდა რა მოხდა. ეს ერთ-ერთი მონასტრის ისტორიაში წერია მოკლედ. ყველას უკვირდა რა მოხდა და მან თქვა ყოფილმა სნეულმა, ჩემს თავთან ანგელოზი იდგაო და მე რო ყველა შენდობას თხოვდი და ყველა მე შემინდობდა, მას უნდა წავეყვანენ. და მე რო შენდობა ვითხოვე და ამ ძმამ თქვა რომ უკუნისამდე არ ვაპატიებო, მე აქ დამტოვესო და იმის სული წაიყვანეს, იმიტომ რომ იმის აქ ყოფნას უკვე აზრი აღარ ჰქონდა. იმიტომ რომ გადაწყვეტილი რო აქ ადამიანს რომ არასოდეს არ აპატიებს, მის ამ წუთის სოფელში ცხოვრებას რა აზრი აქვს? იმიტომ რომ შენ თუ არ აპატიებ, შენი სული მაინც ვერ გადარჩება. გესმით აი რა საშიში ამბავია. აი დაუშვათ დღეს ისე დაწექი რომ ვიღაცას არ პატიობ. და ხოლინდელი დღე რო არ გათენდეს და შენ თუ არ აპატიე, არც შენ არ გეპატიება. მოხდები იქ სადაც მარცხენა მხარეს იყო მარადიული სატანჯველი. გესმით რაზე ალაბა? ეს ერთმანეთთან არის კავშირში ყველაფერი. და იმიტომაც ამბობს მოციქული პავლე რომ მზემ არ დაგასწროთ ჩასვლაო, სანამ შერიგდებითო. თქვენს მრისხანებაზე მზე არ ჩავიდეს. სანამ დღე დაღამდება, უნდა მოასწრო რომ შეურიგდე, ვისთანაც რაღაც უსიამოვნება გაქვს. ისე არ უნდა დაიძინო. იმიტომ რომ უცბად შეიძლება მოხდეს ადამიანის გარდაცვალება. და ესეთ მდგომარეობაში რომ შენ არ აპატიო და გარდაიცვალო, ეს მარადიული სატანჯველი. ამიტომ აი ადამიანი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. უნდა ეცადოს რომ მაშინვე აპატიოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც აი როდესაც დიდი მარხვა იწყება, შენდობის მიტევების გარეშე აზრი არ აქვს იმის დაწყება. შენ თუ ვიღაცაზე გულში გაბრაზებული ხარ, გაღიზიანებული, არ პატიობ, მერე დადიხარ აქეთ-იქით ლაპარაკობ, ამან ისქნა, იმან ისქნა. აზრი არ აქვს ეგეთ მარხვას. ჯობია ხორცი ჭამო და აპატიო. ვიდრე არ აპატიო და რაღაცე წყალზე და პურზე იყო სიტყვაზე. კარგი, ახლა მოდი ძალიან რომ აღარ გადაგღალოთ. ერთი პატარა ამბავი ვნახოთ. და კიდევ ერთი რამე უნდა მეთქვა, მაინც სადეთ თუ ვიპოვე.